ავტომობილის მფლობელებისთვის მათი მანქანა როგორც წესი განსაკუთრებული სიყვარულის და სიამაყის მიზეზია და არც მე არ ვარ ამ ხრივ გამონაკლისი. ჩემი მანქანა და ამ შემთხვევაში ჩემი პირველი მანქანა ძალიან მიყვარს და რავი 100 მანქანა რო ვიყიდო ალბათ ამ მანქანას არასოდეს არ გავყიდი, მაგრამ დრო როგორც მოგვეხსენება დაუნდობელი რამეა და ის თავისას მაინც შვება. ამ ეპიზოდში ჩვენ გაჩვენებთ თუ როგორ უნდა შეუნარჩუნოთ და გაუხანგრძლივოთ სიცოცხლე თქვენ საყვარელ ავტომობილს. წამოგავიდეთ. ჭავჭავაძის 49A-ში მოვედით კომპანია Fast and Shine-ში, სადაც ჩემს მანქანას სრულ ვიზუალურ რესტავრაციას ჩაუტარებენ. წამო. მოვედი თქვენთან. მე მაქვს ამბიცია, რომ ჩემი მანქანა ოდესმე სამუზეუმო ექსპონატი გახდება, ამიტომ მინდა რომ მას ვიზუალური მხარეთ დიდი ხნით შევუნარჩუნო. კი ბატონო, მაგას ჩვენ უზრუნველად ვიყავ. პირველ რიგში უნდა გავარეცხოთ ავტომობილი და კი ბატონო, გავამზადებთ წინწვენდისთვის, რომ მანქანა საკმაოდ ჭუჭყიანია, მე ვნახე. აქედან გამომდინარე, ისეთი ზედაპირული წინწვენდით ვერ შემოვიფარგლებით. პირველი რაც შემიძლია რომ განახო, აი ეგრეთ წოდებული რა ვქნა ამას ქართულად? დვორნიკი არა. დვორნიკი დაჭხაპნილი, ჩოთქებით დაჭხაპნილი აქვს ესენი, ამას ეშველება? აი, მე მგონი სალონშიც შევიხედოთ, აბა წამო. ეშველება აი ესეთ დაზიანებულ ყავს? კი, აი ესეთ რაღაცებს ეშველება თუ გახეული არ არის. ამ შემთხვევაში უკეთესი იქნება თუ შევცვლით აი ამ სამ დეტალს 1 2 3. ეხლა ეს ხმევა ხსნარი, რომელიც შეიცავს ცვილს და კიდევ უფრო მეტ ბზინვარებას შეძენს ჩემს მანქანას. ეხლა გადავდივარ შედარებით ისეთ ფუნდამენტურ წმენდებზე და რესტავრაციის ფაზაზე. ხდება სალონის დაშლა, ეხლა ამოიღებენ სავარძლებს და დაიწყება მთელი ეს პროცესი, რომელსაც დეტალურად ყველაფერს მოგიყვებით და გაჩვენებთ. რაც გამოერთებული ხონდა, იმას მე ხო შემიერთებ. ჩემი სავარძელი თიბისის ბარათს როგორ გამიხარდა. მეოდებოდი ოდის მოხსნიდნენ სავარძელს, იმიტომ რომ ვიცოდი, რომ საგანძური დამხვდებოდა. ბარათს თიბისის, რომლის ზებნაშიც მოვიარე ყველა ბენზოგასამართი სადგური და თურმე აქ აგდია. სანეჭი რეზინი, რომელიც აქ ჩვენირად გამოგვადგება. გასვლილ მანქანაში რას არის იპოვნი ადამიანი და პრეისტორიული ხოჭო, მეგობრებო, ესე განისვენებთ ჩემს მანქანაში. მოდი ნახე რა ვიპოვნე. ზუსტად ეგეთი ხოჭო ჩავაგდეთ იმ მერცედესში. ეხლა მივდივარ სივრცეში, სადაც ხდება ტყავის რესტავრაცია, გასუფთავება, აღდგენა და თუ დახეულია შეცვლა. დაიწყო სავარძლის წმენდის პროცესი. ჩვენ როგორც მოდელობის წარმომადგენლები გავიარეთ გერმანიაში ტრენინგები. ეს არის იმის გარო არ ხდება ხშირად სწორი ხალხს უსვამს სწორი მოვლა ტყავის 3-4 თვეში მაინც ერთხელ უნდა გაიწმინდოს აი ასე შრალად როგორც ახლა ჩვენ სავარძელი გავწმინდეთ. გინდა ახალი მანქანა და ცენტრიდან მანქანაც რო გამოვყავთ, უნდა მოგზავნოთ ჩვენთან. ჩვენ წავუსვებთ დამარბილებელს, დამსავს, რომ ეს სავარძელი არ მივიდეს აი ესეთ მდგომარეობამდე და გაუძლოს 10 და 20 წელიწადი. ორთქლით დამუშავდა საჰაერო სისტემა, რომელიც კლავს ბაქტერიებს. არის კერამიკა, ეს არის ბოლოს, უკვე როდესაც გაკეთება სრული პოლირება, მისცემს ჰიდროფობულ ეფექტს, ანუ ნაკლებად ეკარება წყალი, ჭუჭყი და ასე შემდეგ. ჩვენ გვაქვს სპეციალური პასტები, კოხის ბრენდის პასტები, რომლებიც არ შეიცავს არც 1 გრამს სილიკონს. ზუსტად ეს პასტა გვაძლევს საშუალებას, რომ ნაკაწრები სრულად მოვაშოროთ. ფარების პოლირება არ არის ნაკლებად მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ფარები მანქანის თვალებია, ამიტომ მასაც 4 ეტაპისგან შემდგარი პოლირება უტარდება.
ნანოკერამიკის დატანის შემდეგ მანქანა არის ბევრად უფრო მდგრადი ჭუჭყისადმი, წყლისადმი და ასე შემდეგ და არის რაც თავარია ბზინვარე, როგორც ბრილიანტი. ჩაინის ხდანის ფილიალში შეშეგების 38-ში, სადაც მიმდინარეობს ჩემი მანქანის ყავის სალონის რესტავრაცია. გამარჯობა. კარგად დააკვირდით, რას გავდა ჩემი სავარძელი და უცბად ალე ჰოპ როგორც იქნა მოვიდა ნანატრი მომენტი. ირაკლი გამარჯობა. გამარჯობა გიორგი, როგორ ახარ? სად არის ჩემი მანქანა? აი, ეს არის შენი მანქანა. ეს არ არის ჩემი მანქანა. ძალიან სასიამოვნოა, დიდი მადლობა პირველ რიგში რომ აირჩია ჩვენი კომპანია, სწორედ ჩვენზე შეარჩევა არჩევანი და მინდა ორი სიტყვით გაჩვენა რა გავუკეთე. მაინტერესებს. გარედან ექსტერიერი, ექსტერიერის სრული დეტეილინგი და ინტერიერის სრული დეტეილინგი. ჩვენი გასაღები ბატონო. ეს. წავედი ესე რა გადარჩა. კარგად.